ლამისყანის მოსახლეობა 6 თვის წინ გადაცებული თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვს. თუ 6 ქართველი ცხინვალის იზოლატორს უახლოეს დღეებში არ დატოვებს, მაშინ ადგილობრივები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ორთვიანი პატიმრობის დასრულების მიუხედავად გადაცებულები ისევ მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან. ლამისყანელების სეპარატისტებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ქართველთა ჯგუფი ტყეში შეშას აგროვებდა. ლამისყანაში 2 თვის წინ დაკავებული 6 ქართველი დღემდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. თანასოფლელები და ოჯახის წევრები ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ქართველების გათავისუფლებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ სოფელში აქცია გამართეს. ლამისყანელები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას გააქტიურებას თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გზების გადაკეტვითა და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. დანაშაული რო კონდეთ კიდე ვიტყვით რომ აი რაღაცა დანაშაული აქვს და არა უშავს კიდე რაღაცა გულს დაიშოშმილე უდანაშაულოები სამი შვილის მამა მეოთხეს ელოდება და გამოკეტილია იქა უყურადღებოდა უიმისოთ იქა ვერც მივდივართ ვერც ამნახულობთ ვერც ვერაფერი გაჭირვება ტყეში ვერ მივდივართ არ გვიშვებენ იქით გავდივართ შეიძლება ჩვენც გადავიდეთ ტყეში დაგვიჭირონ იმათ ადგილას ჩვენც ამოვჩდეთ პატრონი არ აყავს არავინ დახმარებას არ გვირდება. ტყვეების მდგომარეობა უცნობია. ოსი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები ოჯახის წევრებთან კონტაქტზე აღარ გამოდიან. წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ვადა 6 ქართველს 2 დღის წინ მოეწურა. კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ისინი სეპარატისტების შიშით ტყეში შეშის მოსაჭრელად ვეღარ შედიან. ამის გამო მათ ზამთარში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ღიარ გასვლა რომ არ ემუშაოთ შესაბამის სტრუქტურებს აღნიშნული ადამიანების გათავისუფლებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე მოგვარებელი რჩება ეს პრობლემა, მაგრამ მე იმეც ვიტოვებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდება და აღმრობლი ხელისუფლებაც, რეგიონის ხელისუფლებაც არ დაიშურებს ძალას და ღონეს, რომ ეს ადამიანები იქნენ დაბრუნებულები თავიანთ ოჯახებში. 6 ქართველი ლამისყანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. მათ ბრალად ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა და ხე-ტყის უკანონო ჭრა ედებათ.